ხაშურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ქალაქში მეოთხე და სოფელ ნაბახტევის სკოლის მშენებლობა. ვაკის სკოლის მშენებლობა კი მალე დაიწყება. როგორც საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელი მანანა აბაზაძე ამბობს, სამომავლოდ რეაბილიტაციის პროგრამაში სხვა სკოლები ჩაერთვებიან. მისივე თქმით, ხაშურის მეოთხე და ნაბახტევის სკოლების მშენებლობა დროებით შეფერხდა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო. კომპანია სანქცია დაეკისრა და პროექტიდან გამოეთიშა. ტენდერის ხელახლა ჩატარების შემდეგ სამუშაოები გაგრძელდება. სოფელ ვაკის სკოლაში კი ძველი შენობა უკვე დაინგრა, პროექტი მზად არის და ახალი შენობის მშენებლობა მალე დაიწყება. სარეაბილიტაციო სკოლები, რა თქმა უნდა, ბევრია. თუმცა სკოლები თავისი სახსრებით, სანამ ეხლა სრული რეაბილიტაციის პროცესი იქნება და ჩაჯდებიან ისინი ამ სრული რეაბილიტაციის პროცესში, თვითონ სკოლები თავის სახსრებით ახერხებენ იმას, რომ სასექტემბროდ ყველა სკოლა დახვდეს მოსახლეებს მეტნაკლებად მომზადებული, მაგრამ ახლა სრული რეაბილიტაციის საც ვერ გადაწონის ასეთი მცირე მასშტაბიანი რემონტები. ველოდებით ახლა ინფრასტრუქტურიდან ახალ სკოლებს, რომლებიც ჩაჯდებიან სრული რეაბილიტაციის პროცესში, თუმცა გვაქვს უკვე სამი სკოლა, გვაქვს კი არა, სამი სკოლის, ასე ვთქვათ, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, უпростоრად მშენებლობა, ეს არის ხაშურის მეოთხე და ნაბახტევის საჯარო სკოლები, სადაც მშენებლობა დაწყებულია, მაგრამ სამწუხაროდ კომპანიამ, რომელიც იყო ვალდებულება, რომელსაც ჰქონდა ტენდერში გამარჯვებული, ვერ უზრუნველყო მშენებლობის დამაკმაყოფილებელი ტემპი და რის გამოც ისინი გაყვანილნი იქნენ, ანუ ჯარიმით გავიდნენ მშენებლობის პროცესიდან. ახლა ველოდებით ახალ ტენდერს და მოხდება ახალი ტენდერით უკვე ახალი კომპანიის შესვლა. ვაკის საჯარო სკოლაში, სოფელ ვაყაში გვაქვს კიდევ ესეთი ცოტა შეფერხებული მდგომარეობა, დემონტაჟი განხორციელდა ძველი შენობის, რომელიც არამდგრადი იყო, პროექტი უკვე შექმნილია სკოლის და აქ უკვე დაველოდებით ტენდერს და მომავლიდან დაიწყება უკვე ამ ტენდერის შემდეგ დაიწყება უკვე სკოლის მშენებლობა.